ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ ტრიგონომეტრიულ ფუნქციათა ცხრილის დამახსოვრება არც თუ ისე მარტივია. მე გასწავლით ერთ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად შეადგინოთ ეს ცხრილი. თავდაპირველად ვადგენთ ცხრილს, სადაც ჰორიზონტალურ ხაზზე ვწერთ გრადუსებს, ხოლო ვერტიკალურ ხაზზე ვწერთ სინუსსა და კოსინუსს. ამის შემდეგ თავისუფალ უჯრედში ვამზადებთ წილადის ხაზებს. ყველა წილადის მნიშვნელში წერთ ორიანებს. რაც შეეხება წილადის მრიცხველებს, სინუსის ზოლში ვწერთ ციფრებს 0-დან 4-ის ჩათვლით მარცხნიდან მარჯვნისაკენ. რაც შეეხება კოსინუსის ზოლს, იგივე ციფრებს 0-დან 4-ის ჩათვლით ჩამოწერთ საპირისპირო მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნისაკენ. როგორც ეს ამ ფოტოზე ნაჩვენები. ამის შემდეგ მრიცხველებში დავუმატებთ კვადრატული ფესვის ნიშანს სინუსის ზოლშიც და კოსინუსის ზოლშიც. რომელი წილადების გამარტივებაც შეიძლება მათ გავამარტივებთ და საბოლოოდ მივიღებთ ტრიგონომეტრიულ ფუნქციათა ცხრილს. თუ მოგეწონა ეს მეთოდი, აუცილებლად მოიწყო ვიდეო და გავუზიარე ის მეგობრებსაც და ჩემ გოლის გამოწერაც არ დაგავიწყდეს.